ვილოსოთ მეტი რომ მეტად გავძლიერდეთ ამ ძიმე ცხოვრებაში და იმედი გქონოდეს ღვთისა რომ არ ჩავარდეთ სასუსარკვეთილებაში უიმედობაში ხელი არ ჩავიქნიოთ ჩვენს ცხოვრებაზე და ხელი არ ჩავიქნიოთ ჩვენს მისიაზე რაც ღმერთმა ყველას მოგწა ყველა ადამიანს საკუთარი თავისი მისია აქვს განმტკიცება აქვს ამიტომ ჩვენ საკეთებელს სხვა ვერავინ არ გააკეთებს ჩვენ უნდა ვაკეთოთ ეს და ვიდოსოთ რომ იმედი გქონდეს იმისა რომ ღმერთი შეგვიდობს ჩვენ ღმერთი გადმოხედავს მოწყალი თვალით იმედი გქონდეს იმისა რომ უფალი ყოველთვის დაგვინდობს მოგვითევებს შეგვიდობს ოდებს და აზრი სიტყვით საქმეჩადენას და ყოველთვის იგი ყველა წყლულს მოგრიშუშებს და ყველა ნეგატივს გაანეიტრალებს და გზას გახსნას. ამიტომ ეს იმედი არის უდიდესი მაყურნებელი, დიდი სტიმული, რაც ჩვენ ამ ძიმე ცხოვრებაში გვევალება, რომ გავაძლიეროთ. იმედი მოთმინებაში გვაძლიერებს. რადგან მოთმინებითაც თქვენ და მოიპოვეთ სული თქვენიო ნათქვამია, ხო? ეს მოთმინება მეტაფიზიკური მოთმინებაა. მას სჭირდება მუშაობა, შრომა სჭირდება ამ მოთმინების მოპოვებას. როცა მოიპოვეთ კიდევ შენარჩუნებას, კიდევ ცალკე ძალა უნდა. მოიპოვა მოთმინება ერთია, მაგრამ შეინარჩუნო ეს სათნოება კიდევ მეორე ესე ვთქვათ, შრომა გამარჯვებაა. ამიტომ მოთმინებით, იმედით, სინანულით, თავის დამდაბლებით, უფალთან ლოცვით, ვედრებით, ზიარებით ხშირი, მოგრის კუთხევით და ასე შემდეგ. ეს ის თვით გამოცხადებული უმოკლესი ჩვენთვის ყველაზე მაყურნებელი გზაა, რომელთაც ჩვენ დასული ვიქნებით, რომელთაც ჩვენ ამ ცხოვრების გზაზე სუბუქად და თბილად ვატარებს უფალი. რადგანაც ტვირთი მისით სუბუქას და თბილას. და ამ ცხოვრებაში ჩვენი თავის გაცნობიერება, ჩვენი მისია, რომელიც ვახსენე, გაცნობიერებით, აუცილებლად ჩვენი ჯვარდმიტყველების გაცნობიერება. რა არის ჩვენი ცხოვრება, რისთვისა ვართ მოსული, რა დავალება მოგცა ის, რა იდუმალი დავალება მოგცა ღმერთმა, რისთვის მოგუყვანა აქ სამყაროში, რომელშიც ჩვენ შემთხვევით არა ვართ ჩასმული ამ ორგანულ ქსოვილში, როგორ ჩახვდა ჩვენ უფალმა ამ სამყაროში. ყველა ადამიანი ცალკე კიდევ სამყაროშია. რომ გავაცნობიეროთ ჩვენი ადგილი სამყაროში, ზეცისა და მიწის შუაში, ასე მოგწევთ ჩვენი მისიის განმახორციელებელებმა უნდა შევეცადოთ, რომ ამიტომ მეტად გავაფართოვოთ ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ასე ვთქვათ შემეცნების, შეგრძნების, იმ ყველა უნარჩვევა, რაც ჩვენ გვაქვს ყველა შემეცნების და გონებიდან დაწყებული, ინტელექტიდან დაწყებული და ვთქვათ განსჯის უნარით დაწყებული, შემოქმედების უნარით დაწყებული, დამთავრებული, თუ ლოცვის უნარით, თუ სიტყვის უნარით, ასე შემდეგ შევეცადოთ, რომ ჩვენი ცხოვრების აზრი შევიმესოთ. როცა ჩვენ ლოცვებს ვკითხულობთ, გამოვღეჭოთ, შევიგრძნოთ ყველა ლოცვა, ყველა სიტყვა, მისი გემო, ამ ღვთაებრივი ლოცვებისა, რასაც უფალი სახარებაში მომაოჩვენებად დაწყებული ხო და ასე შემდეგ კიდევ ის ლოცვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მოცემული მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ამ ყველა ლოცვები, პირველ რიგში წმინდა წერილის ტექსტით, მაგრამ აი ლოცვების ყველა სიტყვის გემო დეტალურად, მაქსიმალურად ჩაღრმავებული გავიგოთ, რომ ამ სიტყვების უკან უდიდესი ძალა დგას. ის ძალა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ვიგრძნობთ, როცა ადამიანი ლოცვებს გულწრფელად და როცა ყველა ლოცვას მთლიანად განიცდის, როგორც ღმერთთან საუბრის დროს საოცარ განცდას, შინაგან კავშირს ღმერთთან და თითოეულ ლოცვას, თითოეულ სიტყვას გამოღეჭავს, როგორც რაღაცა გემრიელეს, უტკბილეს თავს, უტკბილეს საშუალებას იმისა, რომ შეიგრძნოს უფლის მასში მყოფობა, მაშინ მოდის ის უდიდესი მადლი და ძალა, რომელსაც ვერ ხედავ, მაგრამ აუცილებლად იგრძნობ, როგორ მოვა ეს ძალა და მადლი და როგორ შეგეხება შენ და შენს გვერდზე როგორ იქნება. ამ ძალას იგრძნობ, რომ ამ ლოცვებს და ინტელიგენციას ბევრი ვირუსი, ბევრი
ხარისხობრივადაც უნდა გავძლიერდეს და რაოდენობრივადაც, რომ ამ ძალას, რომელიც უხილავად მოდის აუცილებლად უზარმაზარი პოტენციალი აქვს, ნებისმიერ გადაადგილებს მოწმე ადამიანის ლოცვა. თებს დაძრავს ეს მასში პირველში ჩვენ შიგნით ისაც გვიშლის ჩვენ მოძრაობას, სულიერ მოძრაობას, ჟანგბადის მიღებას, ისაც გვიშლის იმას, რომ მათმა თავისუფლად იმოძრაოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს შინაგან ცხოვრებაში, ჩვენს გარეგან ცხოვრებაში. ამიტომ ეს სიტყვა მიდოცვისა უდიდესი ძალის მატარებელი. სახარება და ლოცვა, წმინდა წერილი საერთოდ და ლოცვა. ამიტომ არის ეს ის წიგნები, ის წმინდა წიგნები, რომელთანაც მისვლა ადვილი არ არის. და როდესაც მივა ადამიანი ამ წმინდა წიგნებთან და ჩაიხედავს გახსნის შიგ დიდ პასუხისმგებლობას იღებს და ამ ტექსტებთან თამაში არ შეიძლება. ვინც გათამამდება და ვინც გაუუბრალოვდება ამ ტექსტებს, ამ წმინდა უცვლელ მარადიულ ტექსტებს, იგი ეკონდებარება ისეთ პედაგოგიკას, რომელიც აუცილებლად საპირისპირო გამოძვრამდე მიიყვანს. მას და აგზნობინებს იმას, რა ხუმრობა აქ ესე ვთქვათ სუბუქი აზროვნება, აქ ზერელე და ნაკვამია რომ ზერელით აღასრულებს ღვთისმსახურებას, ის ადამიანი ძალიან ძიმ მდგომარეობაში იდგებს თავს. ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით, სიბინძით მოუწოდოთ, უძახოთ იმ ზეცილ ძალას, რომელსაც მადლი ქვია და ეს კი მოდის აი ლოცვით, რომელსაც ახლაც წავიკითხეთ და კიდევ თქვენს ინდივიდუალურად ლოცვით და ის რომ უძახი, ის აუცილებლად მოდის. და ამას აქვს უდიდესი ძალა. შეიგრძნობა მას. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ამ წმინდა წიგნების გადაშლის დროს და დიდი სულიერი საფრთხე და მომზადება. რა თქმა უნდა, შიში ღვთისა გამწვენდელი არის, მაგრამ სიყვარული ღვთისას რო გამწვენდელი. ჩვენ ამას შიშითაც ვაპრობთ, მაგრამ უფრო სიყვარული, რეალში სიყვარული. შიში ღვთისა ეს არ არის ტირანის შიში და შიში დესპოტის. შიში ღვთისა გამწვენდელი სუბუქია, მაყურნებელია, სიყვარულის დამბადებელია, სიყვარულში გამაძლიერებელია და არა რაღაცა სხვა უზურპატორული შიში, რომელიც დათქმული და დაბეჭდებული არ იცის სად გაიქცა და თავს როგორ უშორებს. ეს შიში არ არის. ეს მეტაფიზიკური, ზებუნებრივი შიშია, რომელიც სულ სხვა პარამეტრებით ხასიათდება და დიდი თემა ახლა ჩვენს. მაგრამ სიყვარული, რომელიც მოდის შემდეგ, ის ძალა, რომელსაც ჩვენ უძახით, ეს ძალა ღვთისა მოდის, გვიახლოვდება ჩვენში და გახსენს შენი გონება და გული, რომ ეს ძალა შეიგრძნო. მაგრამ იმისაც რომ ეს ძალა შეიგრძნო, თავი უნდა დაინდაბლო აუცილებლად. გაიხსენოს სიმდაბლით და სიმაღლით, ვახსოვთ ეს როგორ. სიმდაბლით და სიმაღლეს მიიღო. რომ დაინდაბლებ შენ თავს, ეს ძალა მოვა და შენთან დამკვიდრდება უფლის ძალა. ცეცხლოვანი გამლეველი არწუხარი, მადლი ცეცხლგამლეველი ენერგია, რომელიც ღვთის არსებიდან გამოდის, ხელთუქმელი ენერგია და მოდის და დამკვიდრდება შენთან. როგორც რამე დამცველი შენი და როგორც ასევე სამკურნალო საშუალება და კურნალი შენი გამწმენდელი ყველა ბოროტისაგან და ყველა ნებისმიერი ავი გავლენისაგან, როგორც აზრობრივი ფსიქიური თავდასხმებისგან, ასევე ვერბალური წყევლა და ასე ვთქვათ ვერბალური ნეგატიური ფორმულების ზემოქმედებისაგან შენზე, შელოცვებისა და შემდეგ და რა თქმა უნდა საქმით ზიანის ხორციელად ზიანის მექანიზმისგან. ყველა ამ ყველა სიფრთხეში დაიცავს ეს მადლი, როგორც ცეცხლოვან გაზში. ისე იქნება და ყველგან სადაც წაყვალ, ასე ვთქვათ, სიმბოლურად ვთქვათ, მორწმუნესთვის კარები თვითონ გაიღება. ამიტომ ეს არის ეს უნდა მოვიცეთ, რომ ყოველთვის სინამდვილეში უნდა ვიყოთ, ყოველთვის თამდაბლობაში უნდა ვიყოთ, ამ თამდაბლობით აუცილებლად დიდი მადლი გარდამოვა ჩვენზე, რადგანაც რომელმან დაინდაბლოს თავის იგი ამაღლდეს. უფალი აღმახავს ეს ადამიანს აუცილებლად. იცის უფალი და როგორც დაწურებული ჩვენი რაღაც ჭრილობა, დაწურებული და გატანჯული ადამიანის სხეული, ასევე კურნალ მალამოდ წაესმება ეს მადლი ჩვენს სულიერ სტრუქტურას, ჩვენს ემოციონალურ მხარეს, ჩვენს ხორციელ მხარესაც და რა თქმა უნდა ლოცვით, შრომით და გარჯით ყველა დაბრკოლება გადალახული იქნება და ყველაფერი ის რაც
ცუდია განეშორება და ნეგატივი და გზა გაეხსნება, რასაც გისურვებთ. ამიტომ მე გამოსვლა იმედში რუსთავში ვახსენე, იმედში გაძლიერდეთ, ამ ლოცვებში კარგად შაღრმავდეთ, შეისისხორცოთ ქრისტეს სისხლი და ხორცი და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ნათქვამი მამაო ჩვენო შეყავნება შენი, ვიღაცაც საფშინა, ეგრეცა ქვეყანასაც ზრდა. ამინ.